ჩვენ ვეძებთ გადაცემის ლოგოს. და ამიტომ გამოვედით სკვერში. გამოვედით. და აქ ხალხს ვთხოვთ, რომ დაგვიხატონ ყავასთან. რა ხსენდებათ ყავაზე? დაგვიხატენ, ხო? ნახოთ რა გამოვა. ნახოთ. აი, მოვიტანოთ. ეს ჩვენი მეხუთე ეპიზოდი. კლაპი. აქ არიან ჩვენთან ბავშვები, რომლებსაც ახლა მოგიგებთ, იმედია ყველას ჩანობს ბავშვებო, მედი დავდგეთ. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ბავშვები ყველაზე კარგად მოიფიქრებენ ჩვენ გადაცემის ლოგოს. ჩვენი ეპიზოდებისთვის ლოგოს და მოდი ახლა ვნახოთ რას დახატავთ. და ვკითხოთ რა ქვიათ. მარიკო. რა ფერები გინდათ? შევარჩიოთ. წვანე? ფერადები გადაგჭირდებათ, გითხარით? აქედან გავამბობ. ყავისფერი. დაიჭირეთ მიკროფონი. ის ჯობია. კანისფერი. წვანე, ყავისფერი, კანისფერი, ყავისფერი, შავი და მწვანე. აი რა დაჭირდებათ აარჩიეს გოგოებმა ფერები და იასამნისფერი. იასამნისფერი გვინდაო. დავიწყოთ. ის ყავას ლოგოს. რომლებიც დახატვაშიც ბავშვებია ბავშვები. წავიდა. აბა ვნახოთ. ეხლა მე დავახატავ ყავას ყავისფერით. ყავას ყავისფერით ახატავ. და ყვითელიც გვაქვს. გამოვიყენებ ყვითელს. ეხლა ჩავაწოვ. დიახ. ცოტაში. რო ამურიო. და გამოვიყენებ წითელს. ყვითელს გამოვიყენებ. თუ ყვითელს, ყვითელი თან მოუხდება ძალიან, ხო? როგორ გამოიცნოს ბავშვი, მაგრამ ჩვენი არც გითხოვ. ეხლა გამოვიყენებ მწვანეს. და დავხატავ მწვანეთი პატარა ჭიქას. თქვენ ჯერ ყავას არ ხავთ? არა. გასინჯული აქვს. კი. და აქ დავახატა ყურიანი. პატარა სახეული. და ახლა გამოვიყენებ წითელს. ღია წითელს. აბა ვნახოთ რა გამოვა. და დავახატავ პატარა გულს თუ დამეტევა. გული თუ გამოვა, ხო? დიზაინს გავუკეთებ ასევე ის. და ყას აურევ. აჰა. ყაზე გამოვიყენებ წვანე. დაგჭა ხო? აზე? აჰა. ანუ ყაზე წვანეს. და ცოტა ბევრი გამომივიდა. არა უშავს. და ბოლოსაც ძახილის ნიშანს დავამატებ. ძახილის ნიშანი გვინდა? დიახ. აბა რა ფერია ძახილის ნიშანი? ყავისფერი. ყავისფერი. გვაქვს ყავისფერი კი. ეს რას ნიშნავს ძახილის ნიშანი? შენი აზრით? მაგალითად ყავა რომ დალიოთ. აუცილებლად უნდა დალიოთ. დიახ. და მე მგონი კიდე იცი რას ნიშნავს, რომ ის ყავა უნდა ნახოთ აუცილებლად YouTube-ზე, ხო? და გამოვიწეროთ. არხი. მე მორჩი. მორჩა და მე მგონი ძალიან ლამაზი გამოვიდა, ხო? აბა, ახლა ვნახოთ მეორე ვერსია როგორი იქნება. მარიამის ვერსია შევქმენით, მაგრამ ახლა ვარის, ხო? მარიკოსი. კარგი, მე გამოვიყენებ პირველ რიგში ყავისფერს. ეხლა დავაწერ ისევ მე მგონი აგურის ფერის ყავას. მარიკო აცებს საფერებს.
ცუდი გამოვიდა. ეხლა კიდე შავით გავაგრძელებ ყავის წერას. ეხლა მე ყალი სადაა? ყალი ეხლავე. ყალი, ანტი. და ეხლა გამოვიყენებ ვარდისფერს. რადგან დავხატოთ. ეგ ვარდისფერს. მარიკო და ყვითელი გვაქვს. ყვითელი? ეხლა ქედან მომიღაცით და გავაფორმებ და ბაკალ დავაფორმებ და ამის მეტად გავაფორმებ. ან თვითონ ჭიქას ვაფერადებ. მეტად გავაფორმებ. ალი. გიყვართ ხატვა ბავშვობა? არა, მოდი შენ საკე დამიდეთ ჩვენთან და ეს გავაკეთოთ. რატო არ გიყვარს? აქ რაღაცა არ ეთყობა შენ დახატულს რომ არ გიყვარს. იშვიათად ხატავ ხოლმე და ზოგადად თვად ხატვარი არა ვარ ისე რომ გამომივიდეს. ნუ ხატვა შეიძლება არ ვიყოთ, მაგრამ მაინც რაღაცეები ჩვენთვის ვერთობოდეთ ხოლმე და ძალიან კარგად გამოგდეს. მადლობა. ეხლა შესაბამისად გავაკეთებ წითელი ფერი პატარა გულს. ეხლა ის ყავას ნაწერს გავაფორმებ წვანით. Bravo, და აქ შევდებ სოფან წვანს. შენ ხატვა? კი. მაგრამ ძალიან ხშირად ვერ ვახერხ. აჰა. რამდენი წლის ხართ? მითხარით სკოლაში ხართ, ხო? 11 წლით. ორივე ტოლები ხართ? დიახ, კლასელები ვართ. და კლასელები ხართ, რა მაგარია? დიახ. მოკლედ რამდენი საერთო აქვს ამორგოგონას? და ეხლა ის ფერსაც გამოვიყენებ. და გავაფორმებ გულ ასის. აჰა, და აი თუ იასამისფერი რატომ და აქაც იასამისფერი გულს დავხატავ. ძალიან საყვარელია. აი, რაღაცა ტექნიკასაც აღმოვაჩინეთ აქ. გამოვიყენებ აგურის. და ჭიქის მეორე მხარეს გავაფერებ. და წითელი საღებავით დავახატავ საწყობს. უი ლოგოს გავაფორმებ რგოლებით. აჰა. იგი გულებიც გვაქვს და რგოლებიც. და მეც მოვჭი. ძალიან კარგი, მოდი ახლა ეს დავდოთ. ჯერ არ წახვიდეთ, ჩვენ კარგავით. ასეთი ლოგოები მივიღეთ. ეს არის მარიამის დახატული ლოგო. შუაში რასაც ხედავთ, ეს არის მარიკოს დახატული. როგორც ხედავთ, მე როგორც ველოდებოდით პრინციპში, ბავშვები გამოიყენებდნენ ფერად
საღებავის მიუხედავად იმისა, რომ ყავა მაინც შავთან, ყავისფერთან, ასეთ ფერებთან ასოცირდება, ხო? ფერიდან გამომდინარე, მაინც გამოვიყენეთ ფერადი საღებავები და ესეთი ლამაზი ლოგოები შეგვიქმნეს გოგონებმა და მე როგორც ჩვენი არხის მემონტაჟე, პირობას ვდებ, რომ ამ ფერებს აუცილებლად გამოვიყენებ და სხვადასხვა აი ზუსტად დღევანდელ ეპიზოდში ნახავთ ისეთ ტიხრებს, ისეთ გადასვლებს, სადაც ზუსტად ასეთი დამწერლობით გვიწერია ის ყავა. ამიტომ ბავშვებმა გამოიცნეს ჩემი ჩანაფიქრით, რომ ერთი კვირის წინ მომივიდა თავში აზრად. მადლობა ბავშვებო, ძალიან დიდი. ძალიან დაგვეხმარეთ. ესე იგი ისე ვფიქრობდი, რომ გავალთ სკვერში ვინ შეხვდება ნეტა ვის უთხრათ და ის თქვენ დაგინახეთ, მივხვდი, რომ გააკეთებით 100%-იანად ჩვენს დავალებას შეასრულებდით და მე მგონი ჩვენი მიზანი შევასრულეთ. ჩვენ ახლოს ვართ. თქვენ სახლთან, ჩვენი სახლიც აქვე არის ახლოს და ამიტომ ხშირად ვიტრიალებთ აქ და შეიძლება გადაგეყაროთ. ჩვენ მეგობრებსაც ვეწყოთ. ძალიან დიდი მადლობა. ლოგოები გვაქვს ყავას. უბრალოდ ეხა ძალიან მომინდა კრუასანი და უნდა დავხატო, სხვა გზა არ არის. შეაცოფო. სამსახურიდან მოვდივარ, პირდაპირ სკვერში აღმოჩნდა ვხატავ. ყვითელი იმიტომ ავიღე, რომ ახლა რაღაცა ასოციაციურად ყვითელი მგონია კრუასანი და არ ვიცი რა გამომივა, ძალიან გთხოვთ. უფრო აჭარული ხაჭაპური. ეგ უნდა მოტივებია. მე მგონი აჭარული ხაჭაპური გამომდის თქო. რატო ყავას არ უხდება აჭარული ხაჭაპური? ყავას ყველაფერი უხდება, განსაკუთრებით აჭარული ხაჭაპური. აი რაღაცა აი ასე გავაკეთეთ. აი მაგარია. ეს თუ კრუასანია? შოკოლადიანია თუ უშოკოლადო? შოკოლადიანი. ხო, მაგით არ გასაშოკოლადიანია. ამიტომ ავიღოთ ყავისფერი. ავიღოთ ყავისფერი. აგურისფერი უბრალოდ. რაც ჩვენ გვაქვს ახლა და ცოტა ვითომ შოკოლადები უჩას. მოკლედ, საფო აჭარული ხაჭაპური და ფოთოლზე გადავედით, მაგრამ იცოდეთ რომ კრუასანია რა. ეს რაღაცა დავხატა, კაი. კი ბატონო. ნეტა რა უნდა იყოს? ვერ მიხვდები, ხო? ვერ ხვდები. ინტრიგაში ვარ ჩავარდნილი და რა არის? გითხრა? 1-2-3 შოკოლადის ფილა. ეს გავსო, ეს ნამდვილად გავს. კრუასანზე მეტად გავს. უფრო 4 სართულიან კორპუსს გავს. იყოს ასე, მაგრამ ის ყავას რა უხდება? შოკოლადი და კრუასანი. ხო, ეს აჭარულ ხაჭაპურს უბრალოდ. ესე იგი, რამამაზი რაღაცები დაგვიხატეს ბავშვებმა და არა, სოფი, ნიჭიერი ადამიანი ხარ, აუცილებლად. მე გავაგდე ფუნჯი და ახლა გითმობ შენ. მართალია მე ცეკვა სიმღერა უფრო გამომდის, ვიდრე ხატვა ზერწვა, მაგრამ ეხლა შევეცდები რაღაცა მეც მივახატო. მოკლედ, კრუასანი გვაქვს. ხო იწერება ეს აჭარული ხაჭაპური კი ის. კრუასანი გვაქვს, აჭარული ხაჭაპურის მოტივებზე შექმნილი კრუასანი გვაქვს. 4 სართულიანი კორპუსის მოტივაციით შექმნილი შოკოლადი გვაქვს. კიდე რა უხდება, სოფა მითხარი არ ვიცი რა. ხატვა არ ვიცი. უბრალოდ გრაფიკულ დიზაინს ვაწვევი. ავას სიამოვნებით ვაყოლებ პიცა. პიცა? ხი. მოიწვა და მოდი აქ ისე ხატოთ რამეს ვაყოლებ. ყვითელი სტუდიაში. პიცა ყვითელია? ანუ, ცომი ხო ყვითელია? დაახლოებით. აუ, ცომის ფერიც მაქვს და. ცომის ფერი აი. მეზარება. ოთხკუთხედი. პატარა ნაჭერია. მაშინ სხვადასხვა ფერის დაგჭირდება. შესავსებად. ეს ხომ მაინც გავს პიცაზე.
გავი. წითელი, პამიდორი. პამიდორი. აჰა. წაჭრილი ნაჭერი როა, ხო იცი? პამიდორის, აი ეს არის პამიდორი. აკეთად. აჰა. აი ესენია ბულგარულები. ჩვენს პიცას აქვს ხოლმე, ჩვენს სახლში რომელი პიცას კეთდება? რა? ბულგარული აქვს კი. ეს ბულგარულებია, მოკლედ წვანე და შაშხები. ფურით გავაკეთოთ. არ ვიცი. პროშუტოთ. აი პროშუტო ხალხო. როგორ გეტყობათ რომ იტალიაში დამოგზაურები ხართ ახლა ხან? აი ეს პროშუტო გადავადე უკვე პომიდრებს. და უკვე ძალიან გემრიელი. ხო, მე არ ვხუმრობ, მე მართლა ყავა, ზუსტად 3 დღის წინ მივირთი ყავა და პიცა. და იმდენად, აი ესეთი, მაგალითად ბავშვობაში ვჭამდი შოკოლადს და თორნის პურს. ყველს და თაფლს. არა, ყველს და თაფლი ვიცი ძალიან ხდება ეს მაინც, მაგრამ ბევრი მის. პროშუტოიანი პიცის ნაჭერი და ის ყავა არის იდეალური დუეტი. და იდეალური კომბინაცია. მე მეგონა რომ პალიტრით აღარ დავბრუნდი, მაგრამ დავბრუნდი. იმიტომ რომ ვერ გამოიცნოთ ახლა რა სახვატავ. არა გამოიცნოთ. არ ვერ გამოიცნოთ. გეტყვით. დაინახავთ. ყავასთან ერთად მაგიდაზე. მახალისოს და ძალიან მიხარია და მიყვარს, როცა მიგოზი. მიგოს ვერ დავხატა, მოდი ეს ამას. ყვავილები. So easy. ერთი. ეს რა არის? ყვავილის ძირი? ერთი წუთით. ერთი წუთით. იასამის ფერს გაურია თუ ურევია? აჰა. და ერთიც. ერთიც რაფერი? ვარდისფერი? აჰა. ვარდია? არეული ფერები გვაქვს, მაგრამ ძალიან უამაზია. ყვავილებიც გვაქვს. აუ რა მაგარია! ჩვენი სახლისთვის ახალი შედევრი შეიქმნა. ლოგოს მალე ჩვენს არხზე იხილავთ. მადლობა ჩვენს სტუმრებს, ბავშვებს. მადლობა ჩვენ თავერადი ლოგოსთვის. კრუასანი, პიცა, შოკოლადი და ყვავილები ამ ლოგოებთან ერთად. არც ველოდი რომ ასეთი ფერადი და ასეთი მაგარი გამოვიდა. ველოდი, მაგრამ ასეც ნამდვილად არა. და როდის დაბრუნდებით ჩვენ? ხუთშაბათ ხო ჩვენი დღეა. 9 საათზე. დროებით. დროებით. ხუ.